პროკურატურა ოპერატიულ ვიდეო მასალას ავრცელებს. ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებას ფიროსმანის ტილოსთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ერთ-ერთ ავტოფალეხში და გეგმავენ მის საზღვარგარეთ გატანას. ამავე ფარულ ჩანაწერში ისინი ფერწერული ტილოს სავარაუდო ფაზზე თანხმდებიან. მათ ვინაობას ჯერჯერობით ძალოვან უწყებაში არ ახმაურებენ. Она как там замуж вышла, в это 50 лет она уже в этой семье живет, и где-то лет 80 уже эта картина у них в семье. Мы цену вы знаете, да, сказали вам цену? Мы сказали примерно в районе 200. Да. Если Гудвильсон чамовитане, есть там бывает манканит, да? Სურათები რომ ნახე, აი ეს არ არის იმაში. ის ხალი არ არის გამოსული. სამი სხვადასხვანაირი ნახე. 4-იც არის, სხვადასხვანაირი. და ეს სულ სხვადასხვანაირი ეს სხვადასხვანაირი არის. ეს განსხვავდება იმ 4-ს. აი იმებზე კი განსხვავდება. ამ დილების განლაგება. ციწერების ხო, რაოდენობაც 13. აქ 13. Насчет цены. Как мы в крайнем, как мы сойдемся? 200. Значит, 1000. Она наши интересы тоже учитывает. Какие? Честно говоря, у нас разговора не было. Ну, ясно, что-то там по-маленькому, да. Ну, давайте договоримся. ნიკალას შედევრი ქვეყნიდან გატანას გადაურჩა. ფიროსმანის ნამუშევარი დამნაშავეთა ჯგუფმა მფლობელისაგან შეიძინა და საზღვარგარეთ მის გატანას გეგმავდა, თუმცა პროკურატურის თანამშრომლებმა ნახატი ქვეყნიდან გატანამდე აღმოაჩინეს. მამალი და კრუხწიწილა უკვე ეროვნულ მუზეუმშია, დღემდე უცნობი ტილო პროკურატურიდან მუზეუმში საბატრულო პოლიციის დახმარებით გადაიტანეს. ექსპერტებმა მისი ორიგინალობა დაამტკიცეს. როგორ შეძლეს სამართალდამცველებმა ეროვნული საგანძურის გადარჩენა ნიკალას უნიკალური ტილოს კრიმინალური წარსული კურიერში 9 საათზე. უბედნიერესი დღე არის ჩემთვის და მუზეუმის ნებისმიერი თანამშრომლისთვის, ალბათ ნებისმიერი ქართველისთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ ფიროსმანის შემოქმედება არის ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა ნამუშევრები და ესეთი საჩუქარი ჩვენ არ მიგვიღია. ძალიან დიდი ხანია მუზეუმს ესეთი საჩუქარი არ მეუღია. მე როდესაც პირველად ვიხილე ეს სურათი, მაშინვე ეჭვი არ შემეყარა მის ორიგინალობაში, მაგრამ იყო რაღაცა ფაქტორი, რომელსაც გამოგლევა ჭირდებოდა.